იმყოფება ჩემთან ერთად სტუდიაში. ანა, მოგესალმები, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს ეთერში. პირველი საკითხი, რაზეც მინდა რომ თქვენთან დავიწყო საუბარი, ეს არის პოლიციელების საქმე. აღკვეცზე იმსჯელა მოსამართლემ და პატიმრობა ყველა მათგანს, წინა სასამართლოს ხდომა იქნება ივლისში და ჩვენ რა შეგვიძლია ახლა რომ ვთქვათ ამ საქმეზე, მათ შორის ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, კვლავ უცვლელია ის მოთხოვნა, რომელიც არის პროკურატურისადმი, ხო? ეხლა მთავარი ადრესატი სწორედ პროკურატურა, იმიტომ რომ მასზეა, ვთქვათ, შესაძლებლობა შეცვალოს ამ საქმეზე კვალიფიკაცია, რაზეა, როგორ ფიქრობ, ეს დამოკიდებული და ასევე კიდევ ერთი გარემოება, რაზეც ამახვილებენ ყურადღებას, არის ის თუ 6 პირი. რამდენად ასახავს რეალობას 6 პირისადმი წარდგენილი ბრალდება, მაშინ როდესაც უფრო მეტი ადამიანი ჩანდა კადრში და არის თუ არა პრობლემა უმოქმედობაც. მოგესალმებით, მძიმე ინფორმაციებით დავიწყეთ დღევანდელი დღე. კიდევ ერთია ეს ორი ამბავი რო არის გვერდი გვერდზე. გორის ცემის და მეორე ბატონი მენთეშაშვილი დაპატიმრების, არ ვიცი, ეს აჩვენებს ძალიან კარგად, რომ ზუსტად ისეთივე ძალიან მტკივნეული უსამართლობა მეფობს ჩვენ ქვეყანაში დღეს. ხალხი, რომელმაც კანონი უნდა დაიცვას და ჩვენ დაგვიცავს, აგერ ამას ჩადის ჯგუფურ ცემას, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და მეორე მხრივ ადამიანი, რომელიც სამშობლოს მარტო იმით იცავს, რომ ხმას იღებს და ტროტუარზე დგას, აგერ გაუშვეს პატიმრობაში. ეს არ ვიცი, მე მახსენდება ერთადერთი აი ესეთი მტკივნეული ილია ჭავჭავაძის ოთარანთქვრივი, აი ის ეპოქა, რომელიც როგორც დამთავრდა, მე ჩვენ ვიცით, ხო, ამ ბრაზმა ამოხეთკა და ძალიან ცუდად დამთავრდა აი ის გამუდმებით სისტემური ჩაგვრა ადამიანების. სამართლებრივ ნაწილს რაც შეეხება გორის საქმის, მე ვიყავი პირველი პოლიტიკოსი, რომელიც ჩავედი ადგილზე. მევე იქ დამხვდა საკმაოდ დამთრგუნველი სიტუაცია, იმიტომ რომ მონიტორინგის ქვეშ იყო უსაფრთხოების სამსახურების ის ტერიტორია, ეგრევე ჩანდა რამდენიმე დაბურული მანქანა, რომელიც იყო ადგილზე. რამდენიმე პრობლემა არის. ერთი კვალიფიკაციის, ეხა ეს არ არის, როგორ შეიძლება ცემა იყოს ის, რაც გააკეთა მზია ამაღლობელმა, წარმოგიდგენიათ თქვენ? და ესეც როგორ შეიძლება იყოს ზალადობა. ეს ხო წარმოუდგენელია ერთი და იგივე ქვეყანაში იმასაც და აი ამ სასტიკ ანგარიშწორებას ერთი და იგივე სახელი ერქვას. ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა ზოგის მხრიდან, შეურაცხყოფები, დამცირება, ეს არაადამიანური მოპყრობა შეიძლება ითქვას, ეს ერთი. მეორე, სამედიცინო მოპყრობის საკითხი სერიოზულ გამოძიებას საჭიროებს. რო ჩავედი მე ვნახე პირველად ესეთი შევარაღებელი თვალით, რომ ეს ადამიანი დაზარალებული, სასტიკად ნაცემი, ჯგუფურად ნაცემი ბატონი ლოცულაშვილი შეყვანილი ყავთ მრავალ საათიან დაკითხვაზე. ეს რომ მანამდე ესე იგი წაყვანილი ყავთ ექსპერტიზაზე, იქ ვითომ შეამოწმეს, ვერაფერი როგორც ჩანს ვერ დაინახეს, რა თქმა უნდა ვიცით ამ დროს რაც ხდება. ისი ამოწმებენ რომ მძიმე დაზიანება არ დაადგინოს სხეულზე, სპეციალურად რომ შემდეგ თუ მძიმე დაზიანებას დაწერენ კვალიფიკაციაც სისხლის სამართლებრივი მძიმე გამოვა, ამიტომ წერენ ხომ რომ არაფერი არ ჭირს. მალევე გამოუშვეს და ამის შედეგი ჩვენ დღეს ვნახეთ. ადამიანი ავად არის. შემდეგ გადაყვანილი თავიდან სტაციონარში. დიახ, ის რა თქმა უნდა ამის ის რაც მან განიცადა ეს იქნებოდა რთული და მას ჭირდებოდა სერიოზული ჯანმრთელობის დახმარება. ამის მაგივრად წამებას ეს ემატება ამძიმებს წამების კვალიფიკაციას. ნაცემი ადამიანი პირველივე წუთებში როგორ იმოქმედა შესაბამისად. არა, შეიყვანეს მე, რა თქმა უნდა, შეიყვანეს ამის მე რომ ნაცემ ადამიანს, რომელსაც ცოტა ხნის წინ რამდენი ხალხი გაუსწორდა, აყურყუტეს დაკითხვებზე. ანუ ეს დაუმძიმეს მას ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს ორი, მესამე მისი ბრალდებულობა, მისი სტატუსი, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს კარგახანი ცნობილი დაზარალებულად. რა თუნდა ამას ახლა ამდენი ფიქრი? კადრები, მესმის რომ საჭირო იყოს, როცა კადრები არ არის, ხო? დღეს ფეხბურთის არ იყოს ვიდეო რეფერი არსებობს, აქ კადრები არსებობს. ამდენი ფიქრი ამ საკითხს არ ჭირდება. და მთავარი პოლიტიკური ნაწილი, საიდანაც უნდა ვისწავლოთ. გვახსოვს ხორავას სასტიკი ანგარიშწორება, ხორავას ქუჩაზე. გვახსოვს შაქარიშვილი ახალგაზრდა ბიჭის, ახალგაზრდა ფეხბურთელზე ჯგუფური ანგარიშწორება, გარჩევა და მე მკვლელობა. ის რაც მოუვიდა ნიკა ავალიანს, როდესაც აი ეს ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები, ახალგაზრდები, რომლებიც გაუსწორდნენ მას, ხო? ეს კულტურა ინერგება ზევიდან. ყოველთვის ამაზე ძალიან ბევრი ნაშრომი არის. როდესაც ზევიდან შენ ყავს ლეა ტულუკიანი, რომელიც გამოდის და
და ესე იგი რაღაცა მოკივით შენიშვნასაც არ აძლევს ამ პოლიციელებს. როდესაც არც ერთი პოლიტიკური პირი არ აკავს, რომ გამოვიდეს და პირდაპირ დაგმოს ძალადობა თქვას, რომ ეს ჩვენთან, ჩვენ სახელმწიფოში მიუღებელია. პოლიცielis ეს ქცევა მიუღებელია. რა თქმა უნდა, ეს ითარგმნება იმაში, რომ საქართველოში არავინ არ არის დაცული. ცოტა ხნის წინ გუშინ წინ იყო ეს ხო, სხვათა შორის ამ საფრთხეზე საუბრობს, ანუ შემდგომ, ანუ არავინ არ არის ამისგან დაზღვეული, ხო? აი, თქვათ, ნებისმიერ უამრავ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ მომენტში კვეთა პოლიციელთან და შეიძლება დრამატულად შეიცვალოს ვითარება და ეს საფრთხის არსებობაზე მიუთითებს, ან აი სისტემურობა, აი რაში მდგომარეობს კონკრეტულად და რატომ არის საფრთხის შემცველი განსაკუთრებულად, აი ამაზეც გითხარით და ასევე საერთაშორისო სასამართლოზე მინდა კითხვა, აი კვალიფიკაციაზე ძალიან დიდი აქცენტი კეთდება. როგორ ფიქრობ, ანუ არის საერთაშორისო სასამართლოში წაღების კანდიდატი ეს საქმე? რა თქმა უნდა, დავიწყებ მაქედან, რომ თუ გამოჩნდა დროთა განმავლობაში, რომ არ იმოქმედა პროკურატურა, მან ვერ იმოქმედა, ან არ იმოქმედა ნებით, ან სპეციალურად, ან სხვანაირად, იქმნება მტკიცებულებები, საშუალებები, რომ ეს წავიდეს ევროპის სასამართლოში. არასწორი კვალიფიკაციის გათვალისწინებით. არასწორი კვალიფიკაციის პირველ რიგში, ხა ჯერ თან ეს საქმე როგორ გაგრძელდება, მაგას ვნახავთ. ეხლა ბევრი გვინახავს რაღაც დაწყებული განცხადებებით და მე შეიძლება როგორ მოყვება, მართლა მოხდება თუ არა რეალური განხილვა ამ სასამართლოს პირობებში. ამ საქმის და რეალურად პასუხისგებლობის საკითხის დაყენება არ ვიცით. საქმე იმაშია და პირველ კითხვას პასუხობ, დაუსჯელობის სინდრომი. და ეს არ ეხება მარტო პოლიციელს. პოლიციელი არის, აი ეს შემთხვევა მანამდე 24 წლის ზამთარში, 25 წლის განმავლობაში ადამიანების უიარაღო წესიერი ადამიანების გამკლავება, ცემა, ჩაგვრა, აი ესე ფეხით მათზე გადავლა, ეს ყველაფერი ნერგავს განცდას, რომ ვიღაცები არიან დაუსჯელი, მათ აქვთ ესე იგი რაღაცა გარკვეული იმუნიტეტი, ნარუშილოვკა და ეს ითარგმნება ხალხშიც. აი ცოტა ხნის წინ დღე არ გავა, რომ გარჩევის შედეგად ვიღაცამ არ ჩათვალოს, რომ შეუძლია ხელში აიღოს იარაღი და მოკლას თავისი თანამოქალაქე. ის სადაც უნდა ეს ყველაფერი ლაგდებოდეს და წყვეტდეს, ის ადგილი აღარ არსებობს. ეს არის კანონი და ეს არის სამართალი. ამან ეს დაიკავა ყველაფერი კუნთმა. თუ როგორ შეიძლება რომ ამ ადამიანს აი სისტემის ნაწილი რომ ხარ შენ ხო გახსოვს თქვათ აი აგებინეს თუ არა პასუხი ამავე უწყების სხვა დეპარტამენტის ეს გდდ იქნება თუ რა მნიშვნელობა აქვს რომელი წარმომადგენელს პასუხი იმაზე თქვათ როგორც ისინი მოიქცნენ მოქალაქეებს აი მაგ დღეებში რომელიც ახსენე 25 დღე ალბათ ხო აი დემონსტრაციების დროს თუ განსაკუთრებით ის პირველი პერიოდი 28-დან დეკემბრის პირველი დღეები იყო კრიტიკული ამ ხრივ იმან ხო იცის რომ უმრავლესობაზე პასუხი არავის არ უგია და რა ძალისხმევის შედეგად აგეს პასუხი დაიწყეს ეს პასუხისგების პროცესი იმ თითოეულ ადამიანზე რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა კადრები და სად მივდივართ ხო ზუსტად აქ რო კადრი რომ არ არსებობს ამის შემდეგ რა ხდება დასულია მოქალაქე ამის შემდეგ მე ძალიან უთანაგრძნობ და ძალიან ამაყივარ იმ განცხადებებით, რაც გაკეთდა, ეხლა კეთდება გაბრაზებული მოქალაქეების მიერ გორში. ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც იმ მიტინგზე გუშინ პატარა მიტინგი იყო, გამოვიდა. იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენმა მოქალაქეებს აქვს განცდა, განსაკუთრებით სადაც არ არის კამერა, სადაც არ გიყურებს ჟურნალისტი ამ შემთხვევაში. რომ ჩვენი მოქალაქეები არიან დაუცველები, მათი ჩვენი შვილები, ჩვენი მეუღლები არიან რეალურად ყოველ წამს შეიძლება გახდნენ ტყვეები ამ სისტემის, ხო? ამ ბულინგის და ამ ჩაგვრის. ეხლა ამას მარტივად ჩვენ ხელისუფლებას რო კონდეს სურვილი ამის რაიმეს გამოსწორების, ეგრევე ჩვენ ვიხილავდით თეა წულუკიანს კი არა, რომელიც თითქმის ამართლებს ამას, საყვედურობს, რომ ისე რატო გააკეთეთო, რომ საერთოდ რა შუაშია კრიტიკოსები შენი მოქალაქე შენ ორ მოქალაქეს სასტიკად გაუსწორდნენ საერთოდ რა უდევთ მაგათ მართლა ამ სხეულში იქ უკვე გულზე ლაპარაკი ზედმეტი ესენი არიან ეს არის შეშინებული პირების ერთობა რომელსაც აი მართლა ყველა კუთხეში და ყველა ბუჩქის უკან რაღაცა ელანდა და მტრები ყავთო ანა წინა ეთერშიც ვახსენე ეს აქცენტი ანუ პოლიციელებს ეუბნებიან რომ ყავთ მტრები ამიტომ იყავით ფრთხილად აი ვინ არის პოლიცielis მტერი ანუ მოქალაქე რომელიც
swams თქვათ კითხვას ეს ჩვენი პროფესიული ვალია და თქვათ ხელისუფლების ოპონენტის ვალია რომ თქვათ გააკრიტიკოს ხო ხელისუფლება ანუ ეს ადამიანები მტრებად შეიძლება მოინათლნენ თქვათ ამ ადამიანების მათ შორის სისტემაში იმყოფი იმ პირებისას რომლებიც კეთილსინდისერად ასრულებენ თავის მოვალეობას ხო საქმე რა შეეცით პოლიციაში თავდაცვაში პროკურატურაში მუშაობს ძალიან ბევრი ძალიან წესიერი საჯარო მოხელე. Აი ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ ჩვენ უფლებებს, რომლებიც აი რუტინულად აკეთებენ იმას, რასაც უნდა აკეთებდეს სახელმწიფო. ისინი პირველ რიგში დღეს არიან შეურაცხყოფილი აი ამ ქმედებებით, იმიტომ რომ აი ეს ჯგუფური თავდასხმა, ეს რომელიც მიუღებელია არა მხოლოდ მუნდირისთვის, არამედ კიდევ ვიტყოდი რომ უფრო უარესად მიუღებელია ქართულ კოდექსში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კულტურული კოდექსი, ხო? ასე ძირსდაგდებული, შეუერაღებელი, უთანასწორო დაპირისპირებაში მყოფი ადამიანის ცემა, არ ვიცი, ეს საწერია, ეს არა ვაშკაცურიც არის, არა ქართულიც არის. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, ეხა კი ცდილობენ რომ აქეთკენ გადმოიტანონ ისრები, მაგრამ ქართულ მოოცნებამ და ირაკლი მკობახიძემ მიხედოს იმას რა დღეშიც ჩააგდო ქართული სახელმწიფო, რომ რეალურად ის მათ ქვეყნის მართვა უჭირთ. ეს რისი შედეგია, იცით? ეს იმის შედეგია, რომ ქვეყანაში შეიძლება ვიღაცეებმა ჩათვალონ, რომ მათ შეუძლიათ უბრალოდ ითარეშონ. გვერდზე მოქალაქეს, მეზობელს, უბრალოდ ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამის შედეგია. და ეხლა მე ქართული ოცნების მომხრეებსაც მინდა უთხრა, მე ვიცნობ ბევრ ხალხს, რომელსაც მართლა უწრფელად აშფოთებდა თავის დროზე. იყო აი ძალადობა, ჩაგვრა იყო მისთვის მიუღებელი, და არც ისინი არ არიან დაცული, არანაირად ამით, იმიტომ რომ სანამ გაირკვევა, ვინ რომელი კომისიის წევრი იყო ქართული ოცნების რომელ არჩევნებზე, მანამდე შეიძლება ყველას მოუვიდეს ის, რაც ლოცულაშვილს მოუვიდა. ყველას შეუძლია მოუვიდეს და მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ეს გაიაზროს, ვის ხელში ვართ. ანა თქვენ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტიც ხართ და ამიტომ კიდევ ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანია აი განმარტოთ რაზეა დამოკიდებული ამ საქმის კვალიფიკაციის შეცვლა. ხომ იმიტომ რომ ჩვენ არაერთი იურისტის კვალიფიციური პირის მოსაზრება მოვისმინეთ, მათ შორის საია, რომელიც სისტემატურად ავრცელებს თავის შეფასებას და ითქვა რომ რაც გორში მოხდა არის არა უფლებამოსილების გადამეტება, არამედ გამიზნული არასათანადო მოპყრობა. აი რა გარემოებები მოდი ესე ვთქვათ, ეხმარება პროკურატურას, რომ სწორი კვალიფიკაცია მისცეს ამ საქმეს და მოდი ესე ვთქვათ, ხომ, ეს აქცენტიც ხშირად გაგიკეთებიათ, აი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, აი რასთან გვაქვს საქმე, როგორ ფიქრობთ, აი რა არის ბარიერი ამ შემთხვევაში, რომ სწორი კვალიფიკაცია ჰქონდეს ამ საქმეს, რადგან თქვენი შეფასებით მას არასწორი კვალიფიკაცია აქვს. რა თქმა უნდა, ოცნებას უნდა რომ ადვილად გამოძვრეს ამ შემთხვევაში. ერთია რომ სისტემაში არ ჩაეთვალოს? ერთია რომ მას სისტემურად ჩაეწეროს, რომ მისი ხელისუფლების პირობებში ხდებოდა წამება და ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, ის რაც გაკეთდა დეკემბერში ადამიანების გამოკეტვა სამარშრუტო მანქანებში და შემდეგ ცემა ჯგუფურად დაზიანება მათ მიმართ დაცინვა, ეს ყველაფერი უკვე იყო არა ადამიანებმა, ამათ აქვთ ჩაწერილი თავიანთ იმაში ისტორიაში, მაგრამ ერთი ეს არ უნდათ პოლიტიკურად, უნდათ რომ ხარ სადარცემენ ისინი პოლიცია ხალხს ყველგან ცემს, ესე უნდათ რომ გამოვიდნენ რა საყვალბუროთ. ეს ერთი, რაც შეეხება სიმძიმეს, აქ არის ფიზიკური შედეგი და მეორე ფსიქოლოგიური ნაწილი. ორი ნაწილი აქვს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. სიმძიმე იმისა, რაც დავინახეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მატრამვირებელი კადრები არის ეს. ყველა ვინც ბავშვი, ახალგაზრდა, ვინც ამ კადრებს ნახავს, იცი რა, მან ეს ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება, რომ ეს გადახარშოს ფსიქოლოგიურად, ხო? ეს არის ჯგუფური, აი ესეთ რაღაცებს რო აჩვენებენ ფილმებში წინასწარ არის ხოლმე განცხადება, რომ მოარიდეთ ბავშვები და ასე შემდეგ, ხო? ეს არის, იმიტომ რომ ის რაც არის, ეს არის სერიოზული ფიზიკური ზიანის მიყენება და მეორე ფსიქოლოგიური. ის სიტყვიერი მიმართვები, რაც ჩვენ ვიხილეთ, ხო? აი დამცირების მცდელობა, ადამიანის ფსიქოლოგიურად განადგურების მცდელობა. ეს არის წამების შემადგენელი ნაწილი. მარტო ცემა არა, აი ზევიდან ამას მარტო ეს მძიმე გამკლავება კი არა, ამას ზევიდან ემატება დამცირების სურვილი და იქ ჩვენ ნახეთ, ხო? იქ სიტყვიერ მიმართვებში საშინელებებია. ხა კიდევ კარგად რომ მოვისმინოთ, ალბათ კიდევ უარესაც გავიგებთ. ამიტომ ეს ორივე, ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი შეხლა შემოხლა რაღაც მიტინგის დაშლის დროს, როდესაც პოლიციელი რაღაცა ცოტა
გადააჭარბებს, არათანაზომიერად მოიქცევა. ეს არის მიზანმიმართულად ადამიანის დასჯა ჯგუფურად. ხო? ეს არის აქედან გამოიხატება ის, რომ ეს იყო წამება. ანა, რამდენიმე გამოხმაურება ვნახეთ ერთი წულუკიანი საკითხი თქვენს ახსენეთ და საკმაოდ ესეთი აქტიურია სოციალურ ქსელებშიც ამ შეფასებაზე, რომელიც პარლამენტში გაკეთდა გამოხმაურება. კალაძეს რასაც ვკითხულობ, ისიც ამბობს, რომ კარგია, რომ გორში მომხდარი ძალადობის ფაქტი გასაჯაროვდაო. როგორ ფიქრობ, გულწრფელია ამ განცხადებაში კალაძე და სხვა პირები ქართული ოცნების, რომელიც ეს ამბობენ, რომ კარგია, რომ ეს გასაჯაროვდა და სახელმწიფომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იმოქმედა. მაგრამ ამ კონტექსტში ის ახსენებს ისევ ნაციონალურ მოძრაობას. აი ვინ თუ არა თქვენ იცით ხოლმე ამ საკითხზე რაღაცნაირი აი სრულყოფილი შეფასების გაკეთება, რომ აი თქვათ კიდევ ამ ფაქტორისზე აქცენტის გაკეთება, აი რამდენად სწორი და სამართლიანია, როგორ ფიქრობთ ხელისუფლების მხრიდან დღეს 2026 წელს. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვწუხარ, რომ კალაძემ თავისი პოლიტიკური ბიოგრაფიით გაუშვა შანსი რამე გარდა იმისა, რომ ფეხბურთელია, რამეთი ხო უნდა დარჩი ადამიანი ისტორიაში. ხო, რამეთი ხო უნდა დარჩი. ის არის იძულვილის ენის მამა ქართულ პოლიტიკაში. ეგრე არის. არ გაო რამდენიც გინდა იმდენის შემთხვევა დამცირება, ანგარიშწორება ჟურნალისტების მიმართ. მისგან მოდის საერთოდ ეს მაგალითი. აი ეს მაგალითი, რომ მეორე ადამიანი, რომელიც თუნდაც კითხვებს გისვამს, პატივი კი არ უნდა სცე, უნდა დაამცირო, გაუსწორდე, დასცინო. გეუბნებით, ეს არის სიძულვილი ენის მამა ქართულ პოლიტიკაში, აი ბოლო დროს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მორიგჯერ ცოცხალი ფარე. ეს არის ცოცხალი ფარე. ესე იგი, საქმის გაკეთება რო არ უნდათ, პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. ნაციონალური მოძრაობაზე ლაპარაკი არის მარტივი გამოსავალი. იცით რა არის, ხალხი დაიღალა, აღარ მუშაობს, ეგ ფიქრობენ ახლა, ალბათ დარწმუნებულად ფიქრობენ, რა უნდა მოიგონონ ამის გარდა. 12 წელია ერთი და იგივე სიძახიან, რომ როდესაც პასუხს მას მიადგები და მოსთხოვ, აი ხა მაგალითს გეტყვით, მე ადრე ამას ყვებოდი ხოლმე. 12 დღესაც მოვებრა უფრო მეტ. არა, სერგო იმ ყვებოდი ხოლმე, რომ აი ადრე იყო ესეთი შემთხვევა მოსამართლეებზე, სერგო თეთრაძის შემთხვევა, ხო, გახსოვთ ალბათ. კი, რა თქმა უნდა. ნაცემი ის იყო ანგარიშწორების ობიექტი იყო და არ მიხედა არავინ, გამოეპარა თუ რა არ ვიცი და ადამიანი სასამართლო პროცესზე გავიდა, ძიმე მდგომარეობაში იყო ფიზიკურად და მე ისე აღმოჩნდა, რომ მე გარდაიცვალა ციხეში და გუშინ რომ მივედი იმ ადგილზე, გუშინ წინ პირველი ეს თქვი, რომ ეს ნაცემი კაცი ამდენი ადამიანი ფეხს ურტყავდა, ხელს ურტყავდა, რას დაატარებთ დაკითხვებზე? ანუ თქვენ ზუსტად ვინც 24 საათი ყველა ბრუნვაში ახსენებთ ნაცმო, გაკვეთილი ვერ გამოიტანეთ. ვერც სამართლებრივად და ვერც ადამიანურად. ვერ გამოიტანეს გაკვეთილი. ერთადერთი გაკვეთილი რაც მათ გამოიტანეს, რომ სასამართლოს მოკიდეს ხელი და უი რა კარგია, ეხლა ჩვენ გავმდიდრდებით პოლიტიკურ ოპონენტებს, გვაწყენინებს ვიღაცა ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, ვინმე, ხო? მოუკიდებთ ხელს და გაუშვებთ იმაში. ეს არის მარტო რაც წამოიღეს იქიდან, წარსული და მეტი გაკვეთილი როგორ უნდა მოიქცენ სახელმწიფოში და როგორ უნდა დარჩნენ ისტორიაში რაღაც ნორმალურად მაინც, ხო ეს აღარ გამოიტანეს. დიდი მადლობა, ანა, დაგემშვიდობები, ანა დოლიძე